გამარჯობათ, შემოგამომწერებო და არ ხესტუმრებო. ნახოთ, რას ფიქრობს თქვენზე ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. იფიქრეთ თქვენს ადამიანზე, წარმოთქვით მისი სახელი გულში, რა თქმა უნდა და არა ხმამაღლა და დავიწყოთ. თქვენ ხართ მთელი მისი სამყარო, ამ მომენტში ამას ფიქრობს. თქვენ ხართ ის, ვისი დაცვაც უნდა მას უნდა რომ იყოს თქვენი დამცველი, რადგან თქვენ ხართ ნაზი და თქვენ ხართ მშვენიერი. ასევე მას მოსვლა უნდა თქვენთან, ოღონდ ამას არ ამხელს, რადგან უყვარხართ. ნახეთ, თასების დედოფალი. და თქვენთან ოჯახი სურს მას, თუ არის შესაძლებლობა, გულისხმობ თუ არ არის დავუშვათ ისეთი სიტუაცია, როცა თქვენ დაოჯახებული ხართ რომელიმე. მას სურს თქვენთან ოჯახი, ამაზე ფიქრობს. კიდევ რას ფიქრობს ეს ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ თქვენზე. ნახეთ ძვირფასება. სურს რომ თქვენთან იყოს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთზე სასიამოვნო გარემოში და ასე ვთქვათ, ტკბებოდეს თქვენი სილამაზით, თქვენთან ურთიერთობით, თქვენთან კავშირით. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს ასეთ რაღაცას, რომ თქვენ ტყუილად გეშინიათ. საშიში არაფერია, პირიქით. აქ არის გრძნობა, აქ არის სიყვარული. თქვენ ხართ ის ქალი, ვინც უნდა დაუმშვენოს მას გვერდი, ვინც უნდა იყოს მის გვერდით და ვინც იმსახურებს მისი დედოფლის ტიტულს, მეტაფორულად რო ვთქვათ ესე, ანუ მისი მეუღლის ტიტულს. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს ასეთ რაღაცას, რომ თქვენში რამოდენიმე ქალის თვისებები არის თავმოყრილი. ამიტომ უბრალოდ აქედან გამომდინარე, მას სურს გზა თქვენთან, რადგან აქვს გრძნობა. და ის ამაზე ფიქრობს, ზუსტად ამ მომენტში. ნახეთ, თასების რაინდი. ეს არის შეყვარებული ადამიანი, შეყვარებული მამაკაცი. ჩემი კატა მოკლედ დარბის. გაჩვენდი მარგო. მაცივარზე უყვარს ამბოლო დროს წამოწოლა და კნავის, გაჩვენდი კნავის, რომ თუ აძვრეს უფლება უნდა. აძვერი მარგო. კნავი ხარ. კარგით, თქვენი ადამიანი კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ თქვენ არ გჭირდებათ ამ მომენტში არც სიყვარული, არც მამაკაცი, არც დაოჯახება. გარედან, ასე ვთქვათ, არაფერი არ გჭირდებათ, რადგან თქვენ ყველაფერი გაქვთ. თქვენ ხართ სავსე ბარაქით, თქვენ ხართ სავსე კომფორტით. თქვენ ზოგადად ხართ ადამიანი, რომელმაც იცით თქვენი თავის ფასი, რომელსაც გარისკვის არ გეშინიათ და რომელიც არ საჭიროებთ დადასტურებას იმის, რომ თქვენ ხართ ღირებული და ლამაზი, ძვირფასი და ასე შემდეგ. არ გჭირდებათ ამის დადასტურება, რადგან ეს ისედაც იცით თქვენ. თქვენ საერთოდ ბევრ ინფორმაციას ფლობთ და ყოველთვის იცით თითქმის ყველაზე ყველაფერი.
რაღაც ასე გაიდეალებთ მოკლედ ეს ადამიანი. გაიდეალებთ ძვირფასებო. წვიმა შემოვყევით და თმები როგორ ამიფულდა. კარგით, კიდევ რას ფიქრობთ თქვენი ადამიანი თქვენზე? ფიქრობს, რომ თქვენ ამ ბოლო დროს რაღაცას მიხვდით, რაღაც გაიაზრეთ. შეიძლება ეს დაგიჯდათ, ასე ვთქვათ, დიდი თავის ტკივილად, დიდ სტრესად, რაღაც ფსიქოლოგიურ ტრავმად, თუმცა გაიაზრეთ და რა გაიაზრეთ, მისი აზრით ასეთი? გაიაზრეთ ის, რომ თქვენ იცით როგორ ხარ, თქვენ ესე იგი მომდევნო ეტაპზე გადახვედით რაღაც ცნობიერების. ეს გაიაზრეთ, რომ თქვენ არ ხართ საწყის ეტაპზე, თქვათ, განვითარების პირიქით, თქვენ წინ მიიწევთ, მიუხედავად იმისა, რა გზა გამოიარეთ, თქვენ აღწევთ წარმატებებს, თქვენ ხართ ძალიან წარმატებული ადამიანი და თქვენი საქმის პროფესიონალი. ეს გაიაზრეთ თქვენ. მისი აზრით ალბათ ადრე ამას ვერ იაზრებდით. კარგით. კიდევ რას ფიქრობს ამის გარდა თქვენზე? კიდევ ისევ ამას ფიქრობს, რომ თქვენ ხართ გონიერი, სამართლიანი, ჭკვიანი ადამიანი. და თქვენ ელოდებით რაღაცას. რაღაცას რა მას ელოდებით, ამას ფიქრობს. რა თქმა უნდა მას. კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ თქვენ ასე ვთქვათ, ბოლომდე მან ვერ შეგიცნოთ, თქვენ გაქვთ უნარები, თქვენ გაქვთ ინტუიცია, თქვენ გაქვთ უდიდესი ძალა, რომელიც მან ვერ დაინახა. მისთვის ეს დარჩა შეუმჩნეველი და ახლა ის ამას აანალიზებს. კიდევ რას აანალიზებს თქვენთან დაკავშირებით, რას მიხვდა ახლა, რასაც ადრე ვერ ხვდებოდა. ის მიხვდა, რომ თქვენ გაქვთ უდიდესი ნებისყოფის უნარი, რაც არ უნდა გქონდეთ ადამიანის მიმართ ემოციები, რაც არ უნდა ადამიანი გიყვარდეთ. თქვენ მაინც მიყვებით თქვენს ინტუიციას და თქვენს, ასე ვთქვათ, შინაგან ხმას. თქვენ ყოველთვის ხართ გაწონასწორებული, დაბალანსებული და ირჩევთ საკუთარ თავს. თუნდაც დავუშვათ დაისტრესოთ რაღაცაზე, მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც თქვენ თავს აირჩევთ. ეს გაცნობიერა. კიდევ რა გაცნობიერა? რომ თქვენ ძალიან ბრძენი ხართ, თქვენს ასაკთან შეუფერებლად ბრძენი ხართ. კარგად გემუშავებთ გონება, უდიდესი ნებისყოფა გაგაჩნიათ, მოთმინების უნარი გაგაჩნიათ და ზოგადად თქვენ ხართ ადამიანი, რომლისგანაც შეიძლება მაგალითის აღება და სწავლა. კიდევ რას ფიქრობს, მოდი ეს გავიგოთ თქვენზე? ცით როგორ ფიქრობს, უზომოდ ეჭვიანობს, უზომოდ იზიდავთ თქვენ და ეს მას აშინებს. ის თulis, რომ თქვენ გაქვთ რაღაც ისეთი ძალა, რომელსაც იყენებთ არალეგალურად რაღაც, მეტაფორულად რასაკვირველია, თუმცა ხშირად მამაკაცები ასეთ უაზრო რაღაცას ფიქრობენ ძვირფასებო და არ გეწყინოთ და არ გაგიკვირდეთ მისგან. როდესაც ქალზე ფიქრობენ, ბევრს ფიქრობენ, რომ ახლა არ მომაჯადოვა, რამე ხო არ გამიკეთა. მსგავსი ფიქრებიც აქვს, იმიტომ რომ 24 საათი თქვენზე ფიქრობს. კიდევ რას ფიქრობს? გზაზე ფიქრობს, იმაზე, რომ იმედგაცრუება არ სურს მას, პირიქით მას სურს თქვენთან ერთად ყოფნა,